საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული 2025 მიმდინარეობს. მიზანი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერაა. კვირეულში 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს. ფორუმი 23 მაისს STU-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დასაქმების კვირეულის შედეგების შეჯამებით დასრულდება. დღეს საქართველოს მთავრობის ხელისუფლების და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოვალეობა არა მარტო პროფესიონალი სტუდენტები აღზარდოთ და დიდებული მამულიშვილები, არამედ ადამიანები, რომლებიც დასაქმდებიან და მათ დასაქმებაში როგორც მთავრობა, ასევე უნივერსიტეტი დიდ მონაწილეობას ღებულობს. ჩვენი საექსპერტო კომისია, რომელიც ევროპის მასშტაბით თანამშრომლობს, დაინტერესებულია საერთაშორისო პროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ნიჭიერი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოიზიდოს. დასაქმების ფორუმი, რომელიც უნივერსიტეტში გაიხსნა და ერთი კვირა გასტანს, ასეთი სტუდენტების მოძიებასა და მათ დაინტერესებაში დიდად დაგვეხმარება და ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოლაბორაციასაც გააფართოვებს. დასაქმების ფორუმი რეალურად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და არა მარტო დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ მოიძიონ სასურველი ვაკანსია ან სტაჟირება მათთვის, მათი არსებული კვალიფიკაციის შესაბამისად. რეალურად მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ პირდაპირ კომუნიკაცია ჰქონდეთ პოტენციურ დამსაქმებლებთან, მიიღონ მათგან რჩევები, მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ. ჩვენთვის ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს მივცეთ არა მხოლოდ კარგი აკადემიური განათლება, არამედ მათ დავეხმაროთ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში, რასაც ემსახურება ჩვენი სამსახური და დღევანდელი დასაქმების კვირეული, რომელიც გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, დავასრულებთ 23 მაისს და ეს იქნება ყველა დიდ სასწავლო კორპუსში. აგროსკოლა 2025